ბათუმის უძრავი ქონების ბაზარმა 2025 წელს რეკორდული შედეგები დადო. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით გასულ წელს ზღვისპირა ქალაქში 17,000-ზე მეტი ტრანზაქცია აღირიცხა, რაც წლიურად 17%-იანი ზრდაა. კოლიერს ჯორჯიას განმარტებით ბათუმის უძრავი ქონების ბაზრისთვის 2025 წელი ბუნებრივი ზრდით იყო გამორჩეული და შესაბამისად გასული 12 თვე 2022-თან შედარებით უფრო ეფექტიანი გამოდგა. 2025 წელი ბათუმისთვის იყო რეკორდული, ტრანზაქციების რაოდენობა ჯამში გაიზარდა 17%-ით, მაშინ როცა 20-64 წლებში ფიქსირდებოდა შემცირებები. ეს არ არის მხოლოდ პირველ ბაზარზე დაგვიანებული რეგისტრაციების შედეგი, რადგან მეორეულ ბაზარზეც მსგავსი ტენდენციაა და მათ შორის გაუმჯობესდა 2022 წლის შედეგებიც. Თვლით, რომ რაღაც შედარებით მდგრად პერიოდში შევდივართ, სადაც კომპანიებმა თავისი მარკეტინგული აქტივობებით, თავისი პროდუქტის მახასიათებლებით უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს და რაღაც ნაწილში ვთვლი, რომ ეს პირიქით სტაბილიზაციაა ბაზრის. კოლიერს ჯორჯიას მონაცემებით 2025-ში ბათუმში უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ძირითადი მამოძრავებელი უცხოელი მომხმარებლების გააქტიურება იყო. მათი შეფასებით ბათუმში უცხოელები მეორეული ბაზრით დაინტერესდნენ, რამაც სექტორს სტიმული მისცა. ადგილობრივ ბაზარზე მომუშავე ბიზნესები გაყიდვების ზრდას ახალ მასშტაბურ პროექტებსაც უკავშირებენ. ამ ციფრებზე გავლენა მოახდინა იმ ახალმა პროექტებმა, რომელიც ჩააშვა აჭარაში, განსაკუთრებით 25 წელი იყო მათთვის სტარტი. და ეს გამოწვეულია მნიშვნელოვნად ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტის ხარჯზე, Silk Tower-ი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი არის აჭარაში. ეს სამი პროექტი ჯამში ჩემი გათვლით აგენერებს დაახლოებით 15-20%-იან ზრდას გასულ წელთან შედარებით. ბოლო წლების ტენდენციაა, რომ საერთაშორისო გაყიდვები გაზრდილია მეორეულ ბაზარზეც. თუ 2021 წელს უცხოელების წილი იყო ამ მხრივ 27%, 25 წელს მათი წილი გაზრდილია 47%-მდე. არსებული მონაცემებით ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის გაყიდვების 70% უცხოელებზე მოდის. ყველაზე დიდი წილი კი რუსეთის, უკრაინის და ისრაელის მოქალაქეებს აქვთ. ადგილობრივი ბიზნესის შეფასებით ტრადიციულ ბაზრებთან ერთად შაშან ინტერესი აზიური ბაზრებიდან და გალფის ქვეყნებიდანაც გაჩნდა. ცენტრალურმა აზიამ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ, რომელიც მანამ შედარებით მცირე წილით გამოირჩეოდა საქართველოში, გაზარდა თავის მაჩვენებლები. ეს ძირითადად მაინც ტურიზმული მონაცემებია, ანუ რეალურად ნაკადები, რომელიც წამოვიდა ახალი ნაკადები ბათუმისთვის, ეს შედეგი ირიბად მოიტანა მათ შორის რეალიზაციის და ძალიან გააქტიურებულია ბოლო წლის განმავლობაში, ისევ ყაზახეთი, უზბეკეთი, მათ შორის ინდური ბაზარი, ჩინური ბაზარი, რომელიც მანამ გაცილებით რთულად მიწვდომადი იყო. ევროპიდან იქნება შემოდინებები, უკვე დაწყებულია ეს ტენდენცია. ასევე შუა აღმოსავლეთის ქვეყნები და აუცილებლად იქნება გალფის ქვეყნებიდან სამოავლოდ შემოდინებები. ეს ტენდენცია უკვე არსებობს. მოთხოვნის ზრდასთან ერთად 2025 წელს ბათუმის უძრავი ქონების ფასმაც მოიმატა. აჭარის დედაქალაქში საშუალო შეწონილი ფასი $1,252-მდე ავიდა, მაშინ როცა 2024-ში $1,040 იყო. მიმდინარე წლის მოლოდინებზე საუბრისას დეველოპერები ფასების კლებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ღირებულება გაიზრდება, მაგრამ მასშტაბური ზრდის მოლოდინი არ არსებობს. 2021 წელს აჭარაში საშუალო უძრავი ქონების ბინის ღირებულება იყო $650. 2025 წელს საშუალო ბინის ღირებულება დაფიქსირდა $1,250. აქ საუბრობ ეკონომ კლასის და პრემიუმ კლასის საერთო ასე ვთქვათ შეწონილ ციფრზე. რეალურად ესეთი საშუალო და მაღალი კლასის უძრავი ქონება მე ვფიქრობ, რომ უფრო ძვირი ღირს, რაღაც $2,000 მაინც წდება. ეს რომ შევადაროთ, ჩვენ გამოდის, რომ წლიური ზრდა 17-18%-ს მოიცავს, ყოველწლიური ზრდა. ზრდას რადიკალურ ჩვენ არ ველოდებით, მინიმუმ 1 წელი, არ მგონია, რომ 2026 წელი ფასი რადიკალური ზრდის წელი იყოს. შემცირებაზე წარმოუდგენელია საუბარი, თუმცა ვთვლი, რომ ლოგიკის პარალელებში განვითარდება ფასის ზრდის დინამიკა და ეს არ იქნება რადიკალური. 2025 წლის მონაცემებით ზღვისპირა ქალაქის ბაზრის ზომამ $1 მილიარდ გადააჭარბა, რაც 2024 წელთან შედარებით $260,5 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია.